თბილისის საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია მიმდინარეობს იუსტიციის მინისტრთან ერთად არბიტრაჟის პრაქტიკოსებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თანამედროვე საერთაშორისო არბიტრაჟის მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. წულუკიანმა იმ კანონპროექტზეც ილაპარაკა, რომელიც სამინისტრომ წარადგინა. კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს, რომელიც ბიზნესმენებს სასამართლოს გვერდის ავლით დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას აძლევს. იუსტიციის სამინისტრომ შევქმნით კერძო სამართლის რეფორმის ჯგუფში, რომელიც იუსტიციის მინისტრთან შეიქმნა 2013 წლის აპრილში, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიზნესის მონაწილეობით. მე მიხარია, რომ ბიზნესს ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი ძალიან მოსწონთ, რადგან სასამართლოშიც კი არ უნდა დაშვიდეთ მათ სიარული, რადგან თავად შეეძლებათ აირჩიონ არბიტრი, რომელსაც თავიანთ მომავალზეც მიანდობენ და რომელიც გადაუწყვეტს მოკლედ და ნაკლებ დანახარჯებად დავებს, რომელიც მათ შეიძლება მათ ჰქონდეთ მომავალში. ეს გახლავთ უმსხვილესი საარბიტრაჟო კონფერენცია, რაც კი ჩატარებულა საქართველოში. დღევანდელ შეხვედრას აზრ მეტი ადამიანი ესწრება. იმ ქვეყანაში, რომელსაც განვითარება ესაჭიროება და ინვესტორების მოძიება, ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის გახდება ალტერნატივა სახელმწიფო სასამართლოსი. ეს არის პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის.